არის რაღაც დამაკმაყოფილებელი შეკუმშული ჰაიკრაერის ენერგიის წყაროდ გამოყენებაში. იქნება ეს სრული ზომის ველოსიპედებისთვის, რადიომართვადი თვითმფრინავებისთვის, ან თვითგანადგურებადი ვერტმფრენებისთვის. მაგრამ ერთი სფერო, რომელიც ბოლომდე არ გამომიკვლევია, არის შეკუმშული ჰაერის თურბინების გამოყენება. ეს ვიდეო სპონსორებულია OnShape-ის მიერ. მოგვიანებით უფრო დეტალურად მოგიყვებით მათ შესახებ. სანამ თურბინებს ავაწყობდეთ, საჭიროა მათი მუშაობის გაზომვის მეთოდი. ამიტომ ინერციულ დინამომეტრს ავაწყობ. ამისთვის მე ვიყიდე ფოლადის დისკი eBay-დან და გავუკეთე ხრელი ცენტრში, რაც საშუალებას მაძლევს იგებს მოვათავსო მხრიან ჭანჭიკზე. ეს იქნება ღერძი, რომელზეც დისკი დატრიალდება. უпростоრად ერთად დატრიალდება, რადგან ღერძი დისკზე მივაწებე, რომ თურბინამ შეძლოს მისი დატრიალება. შემდეგ რამდენიმე ფენის საღებავი, რათა თავიდან ავიცილოთ რბილი ფოლადის ჟანგვა, სანამ სატესტო სამაგს ავაწყობ, რომელზეც დისკი დატრიალდება. მხოლოდ დაბალანსება სჭირდება, სანამ რამდენიმე 1000 ბრუნამდე დავატრიალებ. ეს შეიძლება გაკეთდეს მძიმე მხარეს, მცირე ხრელების გაბურღვით და ამით ზედმეტი წონის მოცილებით. ინერციული დინოსტენდი მუშაობს ისე, რომ სატესტო მოწყობილობა, ამ შემთხვევაში თურბინა, მძიმე მქნევარას უერთდება და შემდეგ აჩქარებს მას საჭირო სიჩქარემდე. და ბორბლის აჩქარების გაზომვით ჩვენ უნდა შევძლოთ თურბინის ბრუნვის მომენტის და სიმძლავრის განსაზღვარს. მაგრამ ჯერ საჭიროა ბორბლის ბრუნვის სიხშირის გაზომა. თავდაპირველად გადავთქვით ამ ინფრაწითელი სენსორის გამოყენება, რომელიც მაღალ ან დაბალ სიგნალს აძლევს გამოსავალზე. როდესაც დისკზე არსებული ხაზები გაივლის სენსორთან, ზუსტად ასე ზომავენ ბრუნვის სიხშირეს ეს კომერციული ტახომეტრებიც. ამ სისტემის პრობლემა ისაა, რომ ის ითვლის ხაზების რაოდენობას, რომლებიც სენსორთან გაივლის მოცემულ დროის მონაკვეთში. მაგალითად, რამდენი ხაზი გაივლის ერთ წამში. და რაც უფრო გრძელია ეს დროის მონაკვეთი, მით უფრო ზუსტია გაზომა. ეხლა, ეს კარგია მაგალითად ელექტროძრავის მუდმივი ბრუნვის სიხშირის გასაზომად. მაგრამ, რადგან გვინდა თურბინის აჩქარების გაზომა, საჭიროა მისი სიჩქარე წამში რამდენჯერმე გავზომოთ და ეს სისტემა უბრალოდ საკმარისად ზუსტი არ არის. ასევე, რადგან ბორბალი პირდაპირ თურბინაზეა მიერთებული, შეიძლება ცოტა სახიფათო იყოს, როცა ეს რამე შესაძლოა 20000 ბრუნვამდე ტრიალებდეს წუთში. ამიტომ ამ დიზაინზე უარი ვთქვი და ავაწყე სხვა ინერციული დინოსტენდი მაგნიტური ენკოდერით, რომელიც ძალიან ზუსტ კუთხურ პოზიციასა და ბრუნვის სიხშირეს ზომავს, ასევე აქვს გადაცემის თანაფარდობა. ასე რომ თურბინა ბევრად უფრო სწრაფად ტრიალებს, ხოლო ინერციული ბორბალი უსაფრთხო სიჩქარეზე რჩება. შემდეგ ტესტური თურბინა ამოვბეჭდე 3 განზომილებიანი ბეჭდვით ჩემს Formlabs Form 3 PC სპრინტერზე. რადგან ის უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის დეტალებს, მაგალითად ამ პატარა თურბინის ფრთებს, ასევე პატარა დიამეტრის მქონე საკშენს, რომელიც ჰაერს თურბინაში მიმართავს. This test was run at 60 psi using a large. ეს ტესტი ჩატანდა 60 ფსაიზე, დიდი შეკუმშული ჰაერის ბალონის გამოყენებით და თურბინამ მიაღწია 18000-ზე ოდნავ მეტ ბრუნს წუთში. რაც კოდირებული მონაცემების გამოყენებით შეიძლება გრაფიკზე ასე იყოს გამოსახული. ეხლა, რაც უფრო მეტ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს თურბინა, მით უფრო სწრაფად აჩქარდება ბორბალი. ასე რომ, დაბალ ბრუნვებზე დახრილობა მკვეთრია, რაც მიუთითებს მაღალ ბრუნვის მომენტზე, ხოლო მაღალ ბრუნვებზე ის თანდათან სწორდება, რაც მიუთითებს დაბალ ბრუნვის მომენტზე. და ჩვენ შეგვიძლია ეს გამოვსახოთ ბრუნვის მომენტის და ბრუნვის სიხშირის გრაფიკზე, რომელიც აჩვენებს თითქმის იდეალურად სწორ ხაზს, რადგან ბრუნვის მომენტი მცირდება, ხოლო ბრუნვის სიხშირე იზრდება. რაც ლოგიკურია, რადგან ბრუნვის მომენტი წარმოიქმნება ჰაერის დარტყმით ფრთებზე. ასე რომ, როცა ფრთები უფრო სწრაფად ტრიალებს, ჰაერსა და ფრთებს შორის სიჩქარის სხვაობა მცირდება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თურბინა საუკეთესოდ მუშაობს დაბალ ბრუნვებზე, რადგან სწორედ მაშინ წარმოიქმნება მაქსიმალური ბრუნვის მისმომენტი. მაგრამ სწორედ აქ გვჭირდება თურბინის გამომავალი სიმძლავრის გამოთვლა, რომელიც დამოკიდებულია როგორც ბრუნვის მომენტზე, ასევე ბრუნვის სიხშირეზე. ამიტომ ამ ნიშნულობების ამ ფორმულაში ჩასმით, შეგვიძლია ავაბოთ სიმძლავრისა და ბრუნვის სიხშირის გრაფიკი, რაც ბევრად მეტ ინფორმაციას გვაძლევს ამ თურბინის ოპტიმალურ დიაპაზონზე. პიკური გამომავალი დაახლოებით 11 ვატია, ოდნავ ნაკლებ 10000 ბრუნვის სიხშირეზე. ეხლა ეს თურბინის დიზაინი არაფერი ახალი, რადგან რამდენიმე წლის წინ, როცა შევეცადე შეკუმშული ჰაერით მომუშავე ვერტმფრენის აშენებას, ძალიან მსგავსი დიზაინი გამოივენა. მაგრამ ჩემი წინა ტესტებიდან გამომდინარე, მან ძალიან კარგად იმუშავა როგორც წარმოქმნილი ბიძგის, ასევე აწყობის სიმარტივის მხრივ, რადგან მოძრავ ნაწილებს შორის მჭიდრო ტოლერანტობა საჭირო არ აქვს. მაგრამ უკვე კარგი ხანია მინდა თურბინა გამოცადო. ცნობილია როგორც ვანური ძრავა. ამ თურბინაში ბორბალი ტრიალებს გადანაცვლებულ კორპუსში და მის გარშემო რამდენიმე თავისუფლად მოძრავი ვანია განთავსებული, რომლებიც თურბინის ტრიალისას გარეთ იწევიან. ასე რომ, როდესაც მაღალი წნევა შემოდის მარცხენა ზედა მხრიდან, ის აწვება ვანებს და თანდათან ფართოვდება, როცა თურბინას შემოურის. ეს იგივე თურბინაა, რომელიც ბევრ პნევმატურ ხელსაწყოში გამოიყენება და ასევე გამოიყენა ერთმა იუთუბერმა. Works by Design-მა, რომელმაც ესეთი თურბინით ორნითოპტერი ამუშავა. Check out his video as it's an awesome project. ძალიან გირჩევთ, ნახოთ მისი ვიდეო, რადგან ეს მართლაც შესანიშნავი პროექტია.
მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ვერ მოვახერხე ასე კარგად ამემუშავებინა. გულისხმობ, რომ მუშაობდა, მაგრამ ნაწილებს შორის ხახუნმა და ჰერმეთული დალუქვის არარსებობამ ის ძალიან არაეფექტური გახადა. შემდეგ ვიფიქრე, რომ კომერციული პნევმატური დრელი უნდა გამომეცადა, რადგან ისიც ვანური ძრავით მუშაობს და უფრო დახვეწილი დიზაინი უნდა ქონდეს. და ძალიან მაგრად ჟრებს. But it does drain my air tank very fast. მაგრამ ის ძალიან სწრაფად მიცლის ჰაერის რეზერვუარს. ეს რეალურ დროშია, 24 ლიტრიანი შეკუმშული ჰაერის რეზერვუარით. როცა ის ინერციულ დინოზეა დამაგრებული, ის ბევრად დაბალ ბრუნვებზე აწარმოებს დიდ ბრუნვის მომენტს, ვიდრე სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ტურბინა. მაგრამ ეს ლოგიკურია, იმ ჰაერის რაოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც ის ხარჯავს. მოდით ორივე ტურბინის ეფექტურობა შევადაროთ, როცა მათ ვამუშავებთ 2 ლიტრიანი სასმელის ბოთლიდან 80 ფსიზე. The 3D printed turbine runs for about 20 seconds. სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ტურბინა მუშაობს დაახლოებით 20 წამს და მაქსიმალური სიმძლავრეა 7 ვატი, მაქსიმალური სიჩქარით 8300 ბრუნი წუთში. და პნევმატური დრელი. Well, it drains the bottle almost instantly. ის კი ბოთლს თითქმის მკისიერად ცლის. შემდეგ მინდოდა ორიგინალ ტურბინაზე სხვადასხვა პირის პროფილების გამოცდა, ამიტომ რამდენიმე დაობეჭდე ტესტირებისთვის. ეს არის ორიგინალური დიზაინი ამ ძირითადი C-ფორმის პირებით, რომელიც კონტროლის როლს შეასრულებს. და 60 ფსაიზე მაქსიმალური სიმძლავრე იყო 11 ვატი. შემდეგ დაობეჭდე ეს დიზაინი, სადაც პირის უკანაწილო თანცენტრულია, ხოლო მომდევნო პირის რადიუსი ქმნის მუდმივი სიგანის აღს ჰაერის გასავლელად, რომელიც მნიშვნელოვნად უკეთესად მუშაობს მაქსიმალური 12 ვატით, მაგრამ ბევრად უფრო მაღალი მაქსიმალური სიჩქარით 19400 ბრუნი წუთში. და ბოლოს ეს ტურბინის დიზაინი, რომელიც გავს თვითფინავის ფრთას, მაგრამ არ არის კონკრეტული აეროფოილის პროფილი, ის უბრალოდ შთაგონებული იყო ამ ფრთებით, რომლებიც ვნახე გაზის ტურბინებზე კვლევისას. და ვიფიქრე, რომ ღირს გამოცდა. The max power of just under 13 watts. ამან გამოიღო მაქსიმალური სიმძლავრე 13 ვატზე ოდნავ ნაკლები, მაგრამ საინტერესოა, რომ მას ჰქონდა იგივე მაქსიმალური ბრუნვის სიხშირე, როგორც მეორე ტურბინას. ასევე ხელახლა ჩავატარე ეს ტესტები, მაგრამ ჩემი დიდი ჰაერის რეზერვუარის მუდმივი 60 ფსაის ნაცვლად გამოვიყენე 2 ლიტრიანი სასმელის ბოთლი, რომელიც წნევაში იყო 80 ფსაიმდე, რადგან ეს იქნება ჰაერის შენახვის კონფიგურაცია, რომელიც მოგვიანებით გამოიყენება პროექტში. და ამ ტესტში მეორე ტურბინა მაჩვენა საუკეთესო შედეგი. ესე რომ, ან მეორე ტურბინა აღწერს უფრო მაღალ გამომავალ სიმძლავრეს მანამ, სანამ ბოთლში წნევა დაიკლებს, ან მას ურჩევნია 80 ფსაის მაღალი წნევა. ორივე შემთხვევაში შედეგები ძალიან ახლოსაა, ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს დიდ განსხვავებას გამოიწვევს. ასევე დავამატე კიდევ ერთი დიზაინი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავში მომივიდა, რომელსაც აქვს ეს არხები, რომლებიც ჰაერს ტურბინის ცენტრისკენ მიმართავს, იმ იმედით, რომ მეტი იმპულსი აიღოს აერიდან. მაგრამ მაქსიმალური გამომავალი მხოლოდ 4 ვატს ოდნავ აჭარბებს. ამ დიზაინს უგულებელყოფთ. ასე რომ, სანამ უფრო ეფექტურ ტურბინის დიზაინებს ვიპოვის ატესტად, მოდით ეს მონაცემები გამოვიყენოთ რაღაცაზე, რაც მხოლოდ მაღალ ხმაურს არ გამოიტანს, თუმცა შეიძლება მაღალ ხმაურსაც გამოიტანს. დავიწყე შასის დაბეჭდვით, რომელიც ტურბინას მოათავსებს, იმიტომ რომ ვინ არ ისურვებდა რადიომართვად ტურბინის მანქანას. და იმისთვის, რომ ის რადიომართვადი იყოს, დავბეჭდე სარქველიც, რომელიც ჰაერის ნაკადის მარეგულირებლის ფუნქციას შეასრულებს, სადაც ეს პატარა კონუსური ნაწილი ტურბინაში ჰაერის ნაკადს დაარეგულირებს. და როცა ეს შასიში დამონტაჟებულია, შემიძლია სერვო დავამაგრო, რომ მისი დისტანციურად მართვა შეძლო. Then I attached a small length of tubing to join the throttle to the შემდეგ პატარა მილი მივამაგრე, რომ ჰაერის ნაკადის მარეგულირებელი ტურბინის საკშენს დავაკავშირო, რომელიც ჰაერს ტურბინაში მიმართავს. ეს ტურბინის დიზაინი თითქმის იდენტურია იმათთან, რომლებიც ადრე გამოვცადე, მაგრამ მას აქვს გადაცემათა მექანიზმი უკანა ბორბლების დასათრიალებლად. მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს. გონი ეს საკის არის დავაზიანე, როცა ჰაბში ვსონდი. ამიტომ მოგვიანებით დიზაინის შეცვლა მომიწევს. მაგრამ მაინც კარგად ჯდება შასიში და სწორად არის გასწორებული საკშენთან. შემდეგ დავამაგრე სამაგრი, რომლითაც სასმელის ბოთლი გამოიყენება წნევის კამერად, რომელიც შეიძლება მიერთდეს მარეგულირებელთან. მოქნილი მილის გამოყენებით, ასევე ერთმხრივი სარქველით, რომლითაც ბოთლს ვავსებ შეკუმშული ჰაერით ველოსიპედის თუმბოს საშუალებით. ეხლა დაბეჭდილი ტურბინა მაქვს. ამჯერად ნახევარი ფისითაა დაბეჭდილი და ნახევარი PLA FDM ბეჭდვით. ესე უფრო მარტივად შემეძლო საკისრის ჩასმა და ასევე შემიძლია გადაცემათა ბორბლის შეცვლაც, თუ მომავალში დამჭირდება. და რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ესაა ამ პატარა შლანგის ჩასმა, რომელიც იგივე ტიპის შეერთება, როგორც ჩემს წინა ჰაერზე მომუშავე თვითფრინავში. და შემდეგ ბოთლის გაბერო. The bottle up to 50 psi. ეხლა ბოთლი ავავსე 50 ფესიზე. მესმის პატარა გაჟონვა, მაგრამ ძალიან ცუდი არ არის. თუ უბრალოდ ამ სახურავს გადავატრიალებ და გამოვირებ,
ეხლა თელი სისტემა წნევაშია და უნდა შევძლო გაზის მომატება, ტურბინა კი უნდა დატრიალდეს. Whoa. That is so cool. The next step is ეს ძალიან მაგარია. შემდეგი ნაბიჯია ბორბლების დამატება, რისთვისაც ავრჩია ეს სასაცილო დიდი დრაგსტერის საბურავები. იმედია ესები გაუძლებენ ტურბინის სრულ 11 ვატს სიმძლავრეს. როცა ეს ბორბლები უკანა ღერძზე დავამაგრე და გადაცემათა შეფარდებაც ისე შევარჩიე, რომ მაქსიმალური სიმძლავრე დაახლოებით 15 მილისაათში მიეღო, მანქანის უკანა ნაწილი ახლა უკვე დასრულებულია და დროა შასის წინა ნაწილი ავაწყო. წონის შესამცირებლად გადავწყვიტე შასის წინა ნაწილის დასამაგრებლად 2 ნახშირბადის ბოჭკოს ღერო გამომეყენებინა და ბოთლი ამ ბოძებზე კარგად უნდა მოთავსდეს. როგორც კი შასის წინა ნაწილი თავის ადგილზე დამაგრდება, დროა საჭის მექანიზმი და ოდნავ პატარა ბორბლები დავამაგრო. სიმართლე რომ თქვა, ამ ბორბლებს ალბათ უკანა ბორბლებადაც საკმარისი მოჭიდება ექნებოდათ, მაგრამ ის დრაგსტერის საბურავები იაფი არ იყო, ასე რომ მათ ვილენებ. შემდეგ ორივე წინა საჭის ბრუნვის წერტილი შეიძლება დავაკავშირო საჭის ღეროთი, რომელიც საჭირო საჭის გეომეტრიას შექმნის. და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ელექტრონიკის არეულად დამაგრება. ლითაც არ ვამაყობ, მაგრამ ეს პროტოტიპია, ასე რომ რატო უნდა გავაკეთო სუფთად. God, we've got a lot of pumping to do today. ღმერთო, დღეს ბევრი ტუმბა გვაქვს გასაკეთებელი. გადმოაერთე შლანგი და ნახე თუ დაიძრება. It doesn't go very far. But let's try. ის შორს ვერ მიდის, მაგრამ მოდი ვცადოთ უფრო მაღალი წნევით პირდაპირ ხაზზე. That's not coming back. What's the range of this? ეს აღარ დაბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანის სავალი მანძილი დიდად არ არის, ტურბინა სრულად არ არის დამნაშავე. მანქანის საერთო წონის თითქმის 34% უკანა ბორბლებშია. აქ არის დიდი როტაციული მასა ასაჩქარებლად, რაც თითქმის ინერციის დინამომეტრივით მოქმედებს. ამის მიუხედავად, ამ ტურბინას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი მანამდე, მან გადააჭარბოს ჩემი წინა საჰაეროდროების ეფექტურობას. მაგრამ ეხლა, როცა ინერციის დინამომეტრი მაქვს, განვითარება და ტესტირება ბევრად უფრო მარტივი იქნება. ახალი დიზაინების. მაგალითად, მრავალსაფეხურიანი ტურბინები მრავალი როტორითა და სტატორით, როგორც სრულმასშტაბიანი ინდუსტრიული გაზის ტურბინები იყენებენ. ან თუ თქვენგან რომელიმეს გაქვთ ტურბინის იდეები, შეგიძლიათ სცადოთ OnShape-ში შესვლა და თქვენი იდეები სამგანზომილებიან მოდელებად გადაგცევა. OnShape პროფესიონალური სამგანზომილებიანი CAD სისტემა, რომელიც მთლიანად რუბელშია შეგექმნილი და web ბრაუზერში მუშაობს, რაც მას ტრადიციული CAD სისტემებისგან გამოარჩევს, რადგან არასდროს ეშლება. და თქვენი ყოველი მოქმედება იწერება, ასე რომ ყოველთვის შეგიძლიათ დაბრუნდეთ წინა ცვლილებებზე, თუ დიზაინი ბოლომდე არ მუშაობს. ასევე დიზაინებზე თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პროექტის შექმნისას. და OnShape გაძლევს საშუალებას რეალურ დროში გაუზიაროთ დიზაინების სხვებს. ან პროექტი შეიძლება დაიყოს GitHub-ით შეტანებული განშტოებისა და შერწყმის მეთოდით, სადაც ხდება განშტოება და შერწყმა. ასე რომ, თუ ვინმეს აქვს იდეა ცვლილებების შესატანად, შეუძლია შექმნას საკუთარი განშტოება და იმუშაოს თავის იდეაზე ისე, რომ არ დაარღვიოს მთავარი დიზაინი. ალბათ ბევრ ჩემ ვიდეოში ნახავდით, როგორ ვიყენებ Formlabs-ის PC printers. და Formlabs-მა ახლახან გამოაცხადა მათი ახალი Form 4 პრინტერი, რომელიც მთლიანად OnShape-შია დაპროექტებული. ასე რომ, თუ ინჟინერი ხარ, პროდუქტის დიზაინერი, ან უბრალოდ გინდა შენი იდეა ნაწილად აქციო, OnShape ეხლა გთავაზობთ პროფესიონალური ვერსიის 6 თვემდე უფასოდ გამოყენებას. ასე რომ ძალიან გირჩევთ რომ ნახოთ OnShape მისამართზე onshape.pro. /Tom Stentony. ბმული იქნება ვიდეოს აღწერაში. დიდი მადლობა ყურებისთვის. ბოლო ერთი რამ. წელს სან-ფრანცისკოში open source-ზე ვიქნები 14-დან 16 ივნისამდე. გასული წელი მართლაც საოცარი ღონისძიება იყო და წელს კიდევ უკეთესი იქნება. ამდენი YouTube-ზე კონტენტის შემქმნელით, უამრავი გამოფენით და ყველა თავისი მაგარი გამოგონებებით, მოდის და უბრალოდ შესანიშნავად ატარებს დროს. თუ ბილეთები ჯერ არ გიყიდიათ, ძალიან გირჩევთ რომ შეიძინოთ და იმედი მაქვს, მალე სან-ფრანცისკოში გნახავთ. დიდი მადლობა ყურებისთვის. ნახვამდის.